სერიოზულად არასოდეს არ გამოუძიებია საქართველოში სამწუხაროდ თუ რა მოხდა 14 აგვისტოს შტაბი იყო ჩვენი ფორმირებების ჩავედი მანდ რატო ჩავედი მე მინდოდა ბატონი კიტოვანის ნახვა თენგის კიტოვანი დიდი სარდლეს დიახ და მინდოდა მისთვის მეკითხა რა ხდება საერთოდ ჩვენ თავს და რას აპირებთ და ბატონმა ჯაბამ იქ შვეიცარიაში მე მომიყვა კერძო საუბარში რომ აი მე ვთხარი ასე იყო 14-ში და სად იყო ეს თენგის კიტოვანი რომ მთელი სახელმწიფო ეძებდა კიტოვანს და ესე იგი ბატონმა ჯაბამ მე ისეთი ნახევრად ჩაიცინა არა ხუმრობით არა სერიოზულად მითხრა რომ ბატონი თენგის კიტოვანი ქუთაისთან ახლოს ნადირობდა აჰა ნუ აი ასეთი პასუხი მივიღე ესე იგი ადამიანი შედის ქალაქში ხელმძღვანელობს ამ შესვლით სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობს თავდაცვის ministrია და აი ნუ რამოდენიმე საათი იყო გასული დილითაზე შევიდნენ უკვე სხერბლია სამი ადამიანი უკვე ტყვეები არის სამი ადამიანი და აი ამ ოპერაციის ხელმძღვანელს ეძებს მთელი ქართული სახელმწიფო თქვენი აზრით ეს ომის დაწყება და ეს მთელი კომპლექსური საკითხი რაც ამას შემდგომობა საბედისმეტო შემთხვევა იყო თუ ისტორიული კანონზომიერებით გამოწვეული ფაქტორები მე მაინც მგონია რომ ეს იყო საბედისმეტო შეცდომა უფრო 17 თებერვალს გაიხსნა საგაზაფხულო სესია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. თავმჯდომარის გამოსვლის მერე ჩვენი უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე სესიის გახსნისას აუცილებლად აკეთებს ანგარიშს გავლილი პერიოდისა. თავმჯდომარე მთავრობის თავის მხრიდან რაღაცები საუბრა, არც არ იყო მაინც და მაინც საინტერესო ჩვენთვის. და რასაკვირველი არ შეეხო საერთოდ უნივერსიტეტს ეს გასაკვირი ამბავი იყო ხო გაატარა ასე ნუ ეგ არ ვიცი გამორჩა გაატარა თუ ხელი დაიბანა ქალბატონო ადამიანი შეგნებულად არ შეეხო ამ თემას ამას მე ვერ გეტყვით საგანგაშო და საგანგებო სიტუაცია გვაქვს ჩვენ სოხუმის უნივერსიტეტის ირგვლივ ესაც არის სახუმარო საკითხი და აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე რაც ახლა სუფევს იქ და დაიწყო კიდევ ერთხელ მე დასვამდე მივედი რომ აბსოლუტურად არ არის გათვითცნობიერებული ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის თემასთან და აფხაზეთის ეს შეგნებულად ხდება არაპროფესიონალურად თუ პოზიცია ესეთი თუ როგორ არის მით თქვენ როგორ გონიათ არის მით რა არის ვინ არის ეს რა არის საერთოდ ეს სოხუმის უნივერსიტეტი თვითონ თემა ხო არის მით თემა საერთოდ არიციან ისტორია და წარსული ამ უნივერსიტეტის 78-ის მოვლენების შედეგად ეს აჯანყებები და გამოსვლები რო იყო აფხაზეთში ზიმია ძალიან ამის თქმა 79 წელს ამის ყველაფრის შედეგად შეიქმნა დაარსდა სოხუმის უნივერსიტეტი პირველი რექტორი გახდა ზურაბ ანჩაბაძე გამოჩენილი პიროვნება ძალიან სერიოზული ხელმძღვანელი ლიდერი ნუ თავისთავად გამოჩენილი მეცნიერი იყო და იცით რა ამ მისმა ფიგურამ ზურაბ ანჩაბაძეზე საუბარი აი რო არ გარდაცვლილიყო ნაადრევად გარდაიცვალა აი იქნებოდა შემაკავშირებელი ხიდი ისე ეჭირა ეს უნივერსიტეტი აფხაზური და ქართული მხარე ისე ლამაზად მძლავრად კონფლიქტებს არეგულირებდა აფხაზებს ეუბნებოდა ყველაფერს სადაც არ იყვნენ მართლები ქართველები თუ არ იყვნენ მართლები ქართველებს ეუბნებოდა პირში იყო ვაშკაცური პიროვნება აი თენგიზ ეს გვაკლია ჩვენ იცით რა საკვანძო თანამდებობებზე საკვანძო სტრატეგიულ ადგილებზე ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი პიროვნებები საკვანძო ფიგურები საკვანძო ადგილ საკვანძო პიროვნებები ჭირდება ძლიერი პიროვნებები ეროვნულები სუფთები
და ხარიზმატული ხალხი. აი ეს არ აქვს. მაგრამ აი ესეთი ვითარება de facto ესენი არსებობენ, მაგრამ არ არიან ეს ხალხი საქართველოს ღმერთმა დაგვიფაროს ხელმძღვანელები. ესენი არიან ბატონი ბიძინა, ჭანჭიკები რაღაც. ჭანჭიკები, მონები, მსახურები, რამდენიც უნდა იმდენი ეწყინოთ და ესენი არიან ქართული ოცნების მთავრობა და ხელისუფლება. ამიტომ თენგიზ ისევ და ისევ რატო გამახსენდა მე ეროვნული მოძრაობა. ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ რაღაცეებზე, ბევრ რაღაცეებზე ჩვენს ქვეყანაში. კი, ჩვენ ოფიციალური ბერკეტი არა გვაქვს, ხელისუფლება არა გვაქვს, მაგრამ საზოგადოებას ხო ძლიერ საზოგადოებას ხო დიდი ძალა აქვს. გამოშიგნეს სოხუმის უნივერსიტეტი. აი, გამოშიგნეს, თამამად შემიძლია მე ეს თქვა. და ეხლა ვითომ აი ამას გაძლევთ იმ ფაკულტეტს არ დავხურავთ ის მოემატება ეს ეს უკვე იცით გამოშიგნა შინაარსისგან დაცლა ეს არის უკვე იცით რა საუბრები აი ისეთ ადამიანებისთვის ვინც ამ თემაში იაფასიანი ამ თემაში არ ერკვევა და გონია რომ არ არის თლათ ისე საქმე როგორც მაგალითად მე ვამბობ და ეს გადაჭარბებულია ყველაფერი. რა უნდა ვქნათ, რომ ეს მორჩეს გავაჩეროთ, რომ არ იყოს ეს უვარგისი ხალხი ხელისუფლებაში. აი რა უნდა გავაკეთოთ? არა, არჩევნებით ამათ ვერ მოუგებ. მიტინგი არ შეიძლებაო, ტროტუარზე დგომა არ შეიძლებაო, იქ დგომა გაზეთ მოწამვლა შეიძლება მოსახლეობას. აი რა უნდა გავაკეთოთ? ეს არის ჩვენი ყველასი საფიქრალი. საქართველოს თუ ლიდერი არ იქნა კავკასიაში, ყოველთვის იყო, ყოველთვის ჩრდილოეთით, სამხრეთით ამას კრავდა და აერთიანა, ახლა ხარ ყველაზე მაჩანჩალა და პოზიციურად გაქვს რაღაც პათოლოგია ერთი კაცი შიშებზე და ასოციაციაზე და რაღაც ავადმყოფურ რაღაც წარმოსახვებზე რაღაც ჩამოკიდებული. აი წარმოიდგინე ქვეყნის პარლამენტი რომელ ქვეყანაში ორი რეგიონი შენოკუპირებული ყავს და ის პარლამენტი არ ატარებს დებატებს ამ საკითხებზე. ნაროსტომაზე რა საკითხები უნდა განვიხილოთ, ყველა საკითხი მნიშვნელოვანია ცხადია, რომელიც შემოდის პარლამენტში, მაგრამ უნდა დავიწყოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების. აბა მოვიკითხოთ ისინი, აბა რა ხდება მანდ და რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს, რომ მივახლოვდეთ ოკუპირებულ ტერიტორიას. შეგნებულმა საზოგადოებამ უნდა ესე იგი ორგანიზება გაუკეთოს თავის თავს და ყველანაირი ფორმებით ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ, ვებრძოლოთ და დავიწყოთ ჩვენი სამშობლო. მართლობის რა სისტემას ქმნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი? ის ერთ-ერთი ჯდება ნაცისტურ, ფაშისტურ ხელისუფლებაში. ტოტალიტარული იმპერიის კლასიკური სახე, თქვათ, ცუდი კონოტაციითაც შეიძლება ეს თქვას, რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ უკრაინას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები იყო შემდეგი: პირველი, უკრაინის დემილიტარიზაცია, ანუ უკრაინის არმიის როგორც ასეთის განადგურება. ფიზიკურად განადგურება. მეორე მიზანი იყო დენაციფიკაცია, ანუ უკრაინის ეგრეთ წოდებული ფაშისტური რეჟიმის დამხობა. ზელენსკის მოკვლაც ახლა პირდაპირ ვთქვი, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით უკვე, რომ იქ სპეციალური ჯგუფები იყო შეგზავნილი ზელენსკის სალიკვიდაციოდ. და მესამე ეტაპი იყო უფრო გლობალური მასშტაბისა ნატოს არ გაფართოება. ანუ ვითომ უკრაინა იმიტომ იყო სამიზნე დამორჩეული, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოებულიყო. ეს აბსურდია ეს მესამე თემა და გეტყვით რატომ უკრაინა ვერასოდეს ვერ გახდებოდა ნატოს წევრი, რუსეთი რო არ დასხონდა თავს, იმიტომ რომ გერმანია და საფრანგეთი იაფი რუსული გაზის სანაცვლოდ არასოდეს დათმობდა უკრაინის წევრობას ნატოში. მორჩა. ამაზე შევთანხმდით, ხო? რაც შეეხება პირველ პუნქტს დემილიტარიზაციას. დღეს 4 წლის თავზე უკრაინის არმია არის მსოფლიოში ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია. მეორე პუნქტი იყო დენაციფიკაცია. უკრაინული საზოგადოება, უკრაინული ერი ისე არის შეკრული დღეს ერთიანი ნაციონალური იდეის, ეროვნული იდეის გარშემო, როგორც არასოდეს. და რაც შეეხება მესამე პუნქტს, ნატოს გაფართოების აკრძალვას უკრაინის ომის გამო ტრადიციული ნეიტრალიტეტის მქონე შვედეთი 250 წლის განმავლობაში გახდა ნატოს წევრი და ტრადიციული ნეიტრალიტეტის მქონე ფინეთიც გახდა ნატოს წევრი. ანუ პუტინმა 1400 კილომეტრი გაზარდა საკუთარი საზღვარი ნატოსთან და ბალტიის ზღვა გადააქცია ნატოში და ტბად. მე ჩვენ პარალელს ვატარებთ ჰიტლერიდან პუტინამდე
და მოვდივართ ბატონ ბორია ივანაშვილამდე, ხო? ბიძინა ივანიშვილისთვის პუტინი არის ზეკაცი. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა თარიღს გეტყვით, როდის 2011 წლის დღე 7 ოქტომბერი. რას გეუნებათ ეს დღე? ეს არის პუტინის დაბადების დღე. ეს იყო პუტინის სპეცოპერაცია. იმიტომ რომ მეგობრებო, რუსეთში ნახშოვნი მილიონები ისე არ ედიგდება რა სხვა ქვეყნებში. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა იმან, რომ სააკაშვილმა თავისი სიწუწკით 3 წლის განმავლობაში, როგორც ბიძინა ამბობს, 2004-დან 2006, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ 2007-ში საფინანსებდა და 2008 წლის დასაწყისში, იმიტომ რომ იქ იყო საპრეზიდენტო არჩევნები, ვადამდელი. და ბადრი პატრაკაშვილი იყო მთავარი კონკურენტი. ანუ ბიძინას მთავარი მტერი მონაწილეობდა სააკაშვილის წინააღმდეგ გამორიცხულია ეხლა, რომ ბიძინას cer დაეფინანსებინა. ხო და ამ დაფინანსებას გადააყოლეს საქართველოს ბედიც, ხო? რა უნდა გაეკეთებინაო სააკაშვილს არაერთხელ მილაპარაკია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან. გაეპაღურებინა ვარდების რევოლუციის შემდეგ მასთან მისული ბიძინა ივანიშვილი მე დაგიფინანსებ. თანაც როგორ აფინანსებდა? განაისე უბრალოდ ფულს აძლევდა. პრეზიდენტთან დაწყებული უკანასკნელ სპეცრაზმელებდა ხელფასუხდიდა წლების განმავლობაში. თელ სისტემას. აი ჩვენ რო ებრძოდით სააკაშვილის სისტემას და სპეცრაზმი და პოლიცია რო დაბდებდა, მაშინ ეს ბიძინა აფინანსებდა ამას მართლა. რამოდენიმე პირობა დადო. არც ერთი პირობა არ შეასრულა. ესე იგი, ეს კაცი არის ჩამოყალიბებული ცრუპენტელა, რომელიც თავისი მიზნისათვის ყველაფრის თქმის უფლებას აძლევს თავის თავს და შემდეგ არანაირ პასუხისგებლობას ამაზე არ გრძნობს. მაგრამ აუ გაუჩვენთ ცნობერილი საზოგადოება ამას იჯერებს. კი ბატონო. აი, რა გჭირს ამის კომპლექსური დაგწევლა. კომპლექსური კითხვა არის, მოდით დავიწყოთ ინტელიგენციით. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა. ეროვნული ცნობიერება ეს პირდაპირ თქვა დამოკიდებულია ინტელექტუალურ ძალების სიჯანსაღეზე. ჩვენ რატომ არ აყავს და რატომ არ აღმოგვაჩნდა ჯანსაღი ეროვნული ძალები? ამას აქ თავისი ახსნა, მის უდიდესი პიროვნული ტრაგედია იყო, აი ცნობიერების ამოყირავება, როცა დავინახეთ ჩემთვის საყვარელი მსახიობები, რეჟისორები ავტომატით ხელში. როცა რუსეთმა დაიპყრო საქართველო 1801 წელს, ის განმავლობაში რამდენი თაობა აღიზარდა რუსეთის მონობის ქვეშ. მოდგმით მონათა მანქურთების თაობა შეიქმნა. აი ეს აქამდე მოვედით ბატონო ბახში, რატო გვიჭირს ასე ინტელიგენციაში? იმიტომ რომ გენეტიკური ნაღები მოხსნეს და დაგვიტოვეს ბიომასა. აბა ომი გინდათ? აი ამ აბა ომი გინდათ ფაქტიურად დაამონეს მთელი ქვეყანა და საზოგადოება. აბა ომი გინდათ რას ნიშნავს კაცო? თუ ომია საჭირო უნდა ვიომოთ. თქვა საქართველოს დათანხმდა რომელიღაც კელი დეგნანის ანუ ამერიკის მთავრობის ზეწოლას რომ დაიწყო ომი რუსეთთან. რამდენ ხანში დამთავრდებოდა ეს ომი? სამდროში. არა. უარეს გეტყვით, ზუსტად იმდენ ხანს, რამდენი ხანი საჭიროა ცხინვალის სატანკო ბაზიდან გორის ტრასის გადაკეტვამდე. ანუ ერთდღიანი ომიც კი არ იქნებოდა. მეგობრებო, რომ ეს ფინანსური სანქციები არის კატასტროფა. მას არავითარი საბანკო ანგარიშები არ იქნება, მასთან რეკლამის მიტანი საფრთხის ქვეშ იქნება. ნებისმიერი ბანკი, რომელსაც მასთან ფინანსური ანგარიშტორება ექნება, სანქციების ქვეშ მოექცეოდა. ბრიტანული სანქციები ჩემთერს. ხვალ უკვე ევროკავშირი განიხილავს ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილზე და მის ასე ვთქვათ ბანდაზე ახალი სანქციების დაწესების რეზოლუციას. ამ აქმაზე ჩვენი სამყაროსი, ჩვენეული სამყაროსი ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმის შესახებ რომ ბიძინა ივანიშვილის იდეოლოგია არ გააჩნია. არტივად გეტყვით მოკლედ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ძირითადად შედგება ლიბერალური ძალებისაგან. ყოველგვარი გინების და იმის გარეშე ვამბობ ამას. ლიბერალური ძალები ჩვენი ოპოზიციაშიც ეს ქართული ოცნება საერთოდ არაფერი არ არის წარმოადგენა არ გვაქვს. ოპოზიციაში არ არის მემარჯვენე ძალები. ანუ მემარჯვენე ცენტრისტული ძალა, რომელიც ეროვნულ კონსერვატიულ იდეოლოგიას გაატარებს. აი მაგალითად, როგორც არის მერცი გერმანიაში, როგორც არის ჯორჯია მელონი იტალიაში, როგორც არის კაჩინსკის ბლოკი პოლონეთში. იცოდეთ მეგობრებო, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან LGBT ქორწინება ნახევარშია მხოლოდ. მეორე ნახევარში არ არის. ბალტიისპირეთში სამი სახელმწიფო ხო არის. ესტონეთმა დააკანონა ეს, მაგრამ
ლიტვა ლატვიამ არა. გიორგი გიგაური გახდით ყოვლის შემძლე. თავრობის წარმომადგენელი კი არა, თავრობის თავი და სამი ღონისძიება, რომელსაც ჩაატარებდით პირველ რიგში. ძალიან საინტერესო კითხვაა. ესე იგი, პირველი რასაც გავაკეთებდი მე გამოაცხადები საყოველთაო ამინისტიას, პოლიტიკურ ამინისტიას. ნუ ეს თავისთავად ცხადია. ხო არა, ეს უბრალოდ ის კი არ არის, ძალიან ჰუმანური ბიჭი ვარ და იმიტომ ვაკეთებ ამას. მე მინდა რომ ჩვენში დაბუდებული ეს წინააღმდეგობა ეროვნული ხასიათის გათვალისწინებითაც არც თუ კარგით სხვათა შორის, კარგად ვიცნობ მე ქართველების ეთნოფსიქოლოგიას, სუფრაც კარგად ვიცი და ისიც კარგად ვიცი რა ჭირს ხოლმე გარეთ. ეს ერთი. მეორე, რა ვიცი, სასწრაფოდ ავადგენდი სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან და ევროკავშირთან. ეს ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისათვის. რას გძნობ ჩვენ, რას გძნობს ქართველი? როგორ გადაარჩინოს საკუთარი სამშობლო, როგორ უნდა გადარჩეს სამშობლო? ჩვენი სამშობლოს ისტორია არის ბრძოლის ისტორია. ამერიკის შეერთებული შტატები, მისი მოკავშირე პირველ რიგში ისრაელი, სერიოზულად ემზადებიან უკვე არა მხოლოდ წერტილოვანი, მაგრამ მხოლოდ საჰაერო ოპერაციისათვის ირანთან და ირანის ტერიტორიაზე, არამედ უფრო სერიოზული, შერეული, როგორც საჰაერო ასე სახმელეთო ოპერაციისათვის, ეს შეიძლება იყოს სამკვირიანი ან ორთკვირიანი სერიოზული ოპერაცია, რომელმაც შეიძლება რეჟიმის შეცვლის ხასიათი მიიღოს. შესაძლებელია ამერიკის წარმატებული ოპერაციის შემთხვევაში სწორედ პეზეშკიანი გამختارიყო საყდენი ფიგურა, ვინაიდან ის ცნობილი არის როგორც რეფორმატორი, ის გაცილებით დაბალანსებული პირია, პროფესიით ექიმია. ამერიკული მედია იმაზე წერდა, რომ გაარკვეული ფარული კავშირები, მოლაპარაკებები, შეთანხმებები სწორედ პრეზიდენტ პეზეშკიანთან არსებობს. თავად ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი არ იმყოფება მომგებიან ვითარებაში მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლომ გაუუქმა მას და უკანონოდ გამოუცხადა ის გადაწყვეტილებები, რომლის შესაბამისად ტრამპი ტარიფებს იყენებდა 16 ქვეყნის მიმართ, რომ 24 თებერვლიდან უკვე 11 სახელმწიფო აღარ გადაიხდის ტრამპის მიერ დაწესებულ ამ ზედმეტ ტარიფებს, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ დაგეგმილ შემოსავლებს აღარ მიიღებს, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნები კანადა, მექსიკა, ჩინეთი და ევროკავშირი მთლიანად თუ გადაწყვეტენ და მიმართავენ საერთაშორისო არბიტრაჟს ამ გადახდილი თანხების უკან დაბრუნების შესახებ, ძალიან დიდი ალბათობით ისინი ამ თანხებს უკან დაებრუნებენ. აი ასეთ ვითარებაში ტრამპი იძულებულიც კი არის, რომ ძალიან სწრაფად იმოქმედოს, რათა თავისი შელახული იმიჯი და რეპუტაციული დარტყმა როგორმე შეალამაზოს, რომ იმოქმედოს ირანში და იმოქმედოს რუსეთთან მიმართებითად. რუსეთთანაც ტრამპის ეს ბიზნეს დიპლომატია, უიტკოფის და მისი ნათესაობის, სიძის, კუშნერის ასევე იწევს უკმაყოფილებას თავად რესპუბლიკელებში. 12 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეგრეთ წოდებული საქმიანი გარიგება შესთავაზა ბოლოს პუტინის სახელი დიმიტრიევმა ამერიკის შეერთებულ შტატებს. რუსები არ მალავდნენ და რუსული სამთავრობო წრეებში
აკეთებდნენ განცხადებას მედიაც წერდა ამაზე, რომ ეს ისეთი წინააღმდეგობა, რომელიც პუტინის მხრიდან გაჟღერდა, რომ ამერიკა ამაზე უვალს ვერ ითქვის, მაგრამ ამ წინააღმდეგობაზეც არის სული დუმილი ტრამპის მხრიდან, რაღაც ისეთი, რომ ამან მოხიბლა ამერიკის მხარე, ასეთი რამ არ ყოფილა. და გესაუბროთ იმ პოლიტიკურ მოვლენების შესახებ, რომელიც აქ ჩვენთან განვითარდა, გაათავისუფლეს ციხიდან გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც დაპატიმრებასაც ამდენი ხმაური მოყვა და ახლა სრული განთავისუფლება, ყველა საქმის შეწყვეტა. რა მოხდა? ჩვენ პროკურატურა გვეუბნება, რომ ითანამშრომლა, გარიგება გააფორმა, ასებული ინფორმაციით ეს ასე არ არის. აი იმით სწორედ რომ გასაიდუმლოებულია ყველა დოკუმენტი, ყველა შეთანხმება რაც განვითარდა ბაჩიაშვილთან, არის გამოწვეული სწორედ ეს ყველა ვერსიები, აი ეს მუდმივი ანალიტიკოსების თუ პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ასევე რჩება ღიად რუსეთისთვის. ვინაიდან ნებისმიერი სვლა, ნებისმიერი ნაბიჯი გადადგმული ივანიშვილის მიერ ამერიკისკენ, განსაკუთრებით ამერიკისკენ, იწევს ღელვას და იწევს შესაბამის რეაქციებს რუსეთში. ჩვენთვის კარგად თუ ავად ცნობილი ფაცხალაძე რომანოვი, რომელიც მთელი წლების განმავლობაში, რაც ივანიშვილის ხელისუფლებაში იყო ოცნების საყრდენი ფიგურა, ამჟამად უკვე რუსეთის მოქალაქე, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დასანქცირებულია სწორედ რუსული ინტერესების საქართველოში გატარების გამო და როდესაც ლევან ჯანგვალაძე მოკლეს, ასე ვერაგულად, ახლა უკვე შეგვიძლია თქვა, ეს იყო შეკვეთით განხორციელებული საშინელი მკვლელობა. პირველი 4 თვე ლევან ჯანგვალაძის მკვლელობის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობდა, რომ ფაცხალაძის გვარი ასად არ დასახელებულიყო, მას შემდეგ რაც ღარიბაშვილი უკვე მოღალატე ხდება, გომელაური მოღალატე ხდება, ესენი ხდებიან ციხეში, ლილუაშვილი უშიშროების მინისტრი მოღალატე ხდება, სისხლის სამართლის დავნაშავე ხდება და ისიც ხდება ციხეში, იცვლებიან პოლიციის უფროსები, იცვლება გენერალური პროკურორი, ჩამოაცილებენ საქმეს იმ შაიშმელაშვილის პროკურორს, რომელიც იძიებდა ამ 4 თვის განმავლობაში და დიამეტრალურად იცვლება ვითარება. აცხადებენ ამ საქმეს როგორც შეკვეთილს, ბრალში იწერება ეს ყველაფერი, რომ ფაცხალაძე არის ორგანიზატორი ამ დანაშაულისა და იქ პირდაპირ უწერია, რომ ის არის შემკვეთი და ის არის ორგანიზატორი ლევან ჯანგვალაძის მკვლელობის. დღეს უკვე იკვეთება, რომ ფაცხალაძე სხვა საქმეებში, მათ შორის უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცის, რომელმაც შექმნა საქართველოს ფაქტურად ანალოგი, აი ცუკერბერგის უზარმაზარი ინტერნეტ ქსელის ქართველი 2 მილიონი მომხმარებელი უნდა გაერთიანებულიყო აქ და ამას შეეძლო საოცარი ავტორიტეტი მოეტანა მისთვის, მაგრამ ის ხდებოდა ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელს ხელში ძალიან დიდი ინფორმაცია მოიყიდა თავს და ასევე დიდი გავლენა. და ეს ბიჭი მოკლეს საქართველოში. მოკლეს ყველას თვალწინ, კამერების თვალწინ. და მოტივი დღემდე გარკვეველი. მკვლელების დაკავება, ანუ შემსრულებლების არ არის მხოლოდ საკმარისი, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. აქაც იკვეთება ისევ ფაცხალაძის გვარი. ხელისუფლება უშუალოდ იყო ჩართული. უშუალოდ იყო ჩართული ამ საშინელ ორგანიზებულ დანაშაულებში, ახლა უკვე სახელდება კიდე სხვა ძალიან მძიმე მკვლელობები მომხდარი საქართველოში, მათ შორის ბიზნესმენ გაჭარავას საქმე, ძალიან ბევრი სხვა საქმეებით, რომელსაც უშუალოდ ბატონებო ივანიშვილის ხელისუფლების მინისტრები აფარებდნენ ხელს. და ჩვენ აი აქ მივდივართ იმ სპეცსამსახურებამდე მოსკოვში, რომელიც დღეს რომანოვ ფაცხალაძეს იქ აფარებენ ხელს, მზადდება პაკეტი ევროპის მიერ
რუსეთის მიმართ ახალი დიდი სანქციების, ფართომოცულობის სანქციების დაწესების და იქ უკვე აღმოჩნდა ყულევის სპორტი. ამ ჩამონათვალში და ახლა იხილება ეს სწორედ ბრიუსელში კონკრეტული ფაქტები, როდესაც ყულევში მომხდარი არის სანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტების გაგზავნა ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოში და ეს არის მალტა. გაიჟღერა ასევე მაკა ასათიანის გვარმა ამ პერიოდში კვარტალში გატანილი არის 79 მილიონი დოლარის სანქცირებული რუსული ნავთობი. რა ძალა აკეთებს ამას საქართველოში? ამაზე პასუხი აქვს მხოლოდ ერთ კაცს, ივანიშვილს. ის ძალიან მძიმე ვითარებაშია და მას აქ აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები ერთადერთი რომ ამ ვითარებაში აქ მაინც საქართველოში მიაღწიოს საზოგადოების გაერთიანებას. დასავლეთთან დაპირისპირების შეწყვეტას, რომ ევროპასთან ურთიერთობის აღდგენას აქ მაინც მიაღწევს წარმატებას, იმიტომ რომ საქართველო არ არის სახარბილო ვითარებაში. როდესაც ირგვლივ ესეთი турბულენტური მოვლენებია, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ვიყოთ ერთიანი როგორც არასოდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საფრთხეა, ძალიან ბევრი რისკია, მათ შორის თუნდაც ამ ომის დაწყების შემდეგ ტოლუთა ძალიან დიდი ნაკადისო, იმიტომ რომ ჩვენს მეზობლად ხდება ეს ყველაფერი და ასეთ დროს ჩვენ გვჭირდება საზოგადოების ერთიანობა. ნახოთ რა ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილი, რა რესურსი აქვს მას, ან რა გამბედაობა აქვს, რომ რასაც მისგან ითხოვს დასავლეთი, ის ნაბიჯები გადადგას. რეალურად 12 წლიანი სასწავლო სისტემა, რომელიც არის თელს მსოფლიოში დემოკრატიულ ქვეყნებში, პირველი მე-6 კლასი ეს არის საბაზისო, ხოლო მე-6-მე-12 არის გიმნაზია. ეს არის ჩვენი გამოცდილება, მეყოლებაში მაქვს ქუთაისის, ეს არის გამოცდილება, რომელიც აქვს დემოკრატიულ მსოფლიოს, ეს არის დიმიტრი უზნაძის თეორიის მიხედვით. მეორე სისტემა ეგ არის პირველი 9, ანუ ეს საწყისი, ასევე ამას დავარქვათ, ესე იგი განათლება ასევე საბაზისო საშუალო, ხოლო მერე უკვე მე-10 კლასი და მე-10 კლასის ნაცვლად უკვე 10-12 ეს არის უკვე ლიცეუმი. აი ორი სისტემა. და ამიტომ ჩვენ ორი რამ გჭირდება დღეს, რომელიც აუცილებელია, რომ ვიდრე რეფორმას გააკეთებდე. პირველი, უნდა იცოდე ქვეყნის განვითარების კონტურები, რომ როგორი მიმართულებებით ვითარდება ქვეყანა და ეს ერთი და მეორე, ქვეყანაში უნდა იყოს კონკურენტული გარემო. კონკურენტული გარემოს გარეშე ილაპარაკო განათლების რეფორმაზე, ეს არის აბსურდი და თვითონ განათლება უნდა იყოს კონკურენტული. დღეს მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. 4 მილიონიან ქვეყანაში და თან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში 64 უნივერსიტეტი როცა მოქმედებს, ამით არის ყველაფერი ნათელი. პრობლემა ნახეთ რა არის. ჩვენ როცა ყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გაქვს 10 გუნდი, აპრიორი განწირული ხარ იმისთვის, რომ წესერი გუნდი ვერ გეყოლა. თუ ყავს 11 კარგი ფეხბურთელი, უნდა შექმნა ერთი ან მაქსიმუმ 2 გუნდი. და ჩვენ ვაკეთებთ რას, რომ ყავს 11 კარგი ფეხბურთელი და 64 გუნდი გვაქვს შექმნილი. ჩვენთვის შიდა კონკურენცია კი არ არის თავარი, ჩვენთვის თავარია კონკურენცია საერთაშორისო მასშტაბით, რომ საქართველოში ქართულმა სტუდენტმა შეძლოს მაღალი დონის განათლების გულწრფელად მინდა გითხრათ, როცა ამ გამოსვლას მოისმენს ადამიანი, ის უკვე საქართველოსთან ურთიერთობას აღარ გადაწყვეტს, ან თუ აქვს გადაწყვეტილი შეცვლის გამოსვლა, რომელიც იყო და მე ფეხბურთის გუნდს ადარებს, რომ 10 კარგი ფეხბურთელი რო ყავს 11 გუნდი როგორ გეყოლებაო, ერთი გუნდი უნდა ყავდეს, ან მაქსიმუმ 2. ეს ისეთი აბსურდია, ბატონებო, რომ ასეთი რამ ძალიან მინდა რომ აღარ გაიმეოროთ, ბატონო ირაკლი, ეს და აღარ მინდა რომ ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ახალი ეკონომიკა არ ესმით. კოტებს აწესებს ბაზარი. ბაზარს სწავლობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არა ხელისუფლება იმაში. ანუ ჩვენ მივდივართ როგორც სიტყვიან სრულიად საწინააღმდეგოდ, ვიდრე ეს არის ახალი ეკონომიკის პრინციპებით. აი ხო ხედავთ თქვენ რომ გამოაცხადა ხელისუფლებამ რომ ფასები უნდა შემცირდესო, მაგრამ რატო არ მცირდება? იმიტომ რომ ამას ბაზარს ფასებს აყალიბებს ბაზარი და ბაზარი აყალიბებს მაშინ ყველაზე კარგად და მოსახლეობისთვის მისაღები ფასებია იმ ქვეყანაში, სადაც არის კონკურენტული გარემო. ხელისუფლების საქმე არის კონკურენტული გარემო შექმნა კანონმდებლობით. კონკურენტული გარემო ვერ შეიქმნება იმ ქვეყანაში, სადაც არის კორუფცია, სადაც არის ნეპოტიზმი
და სადაც სიყალბეში ცხოვრება. პრემიერ-მინისტრის ეს გამოსვლა გაუგზავნეთ ნებისმიერ თქვენს მეგობარს უცხოეთში. ყველანი გეტყვიან რომ ეს რომელი საუკუნეა, 21 საუკუნეა, თუ ესე იგი მე-20 საუკუნის დასაწყისია, როცა ბოლშევიკები მოვიდნენ და ყველაფერი ხელში ჩაიგდეს. კი, მაგრამ საბაზრო ეკონომიკამ როგორ უნდა დაარეგულიროს უმაღლესი განათლების სისტემა. ესე იგი, ჯერ უმაღლესი განათლების და საერთოდ განათლების რეფორმამდე საჭიროა ქვეყნის განვითარების კონცეფცია შევთავაზოთ საზოგადოებაში. ნუ იმაზე აეგოს მე განათლების სისტემა და ხალხმა იცოდეს რომ ეს იქნება ამის აუცილებლობა იქნება. მეგობრები, ბატონებო, იმ პერიოდში, როდესაც ომი იყო ქვეყანაში, განათლების სისტემის რეფორმა გავაკეთეთ, რომელზეც ლომაიამ რომ ნახა ეს და გაეცნო უნივერსიტეტ, ესე იგი, მაშინ შეხვედრა რო ქონდათ ოპერის თეატრში, მე არ დამიშვეს, იქ არ შემიშვეს, ის ვინც ეს გააკეთა და ლომაია შეფასება რა გააკეთა 21 სკოლაში და სხვაგან თქვა რომ 20 წლის მერე ვერ შემძლებთ ჩვენ იმის გაკეთებას, რაც თქვენ ქუთაისში გაკეთებიათ, ამიტომო ეს თქვენ ყველაფერი ეხლა ერთად უნდა დავიწყოთ და უკან დაწიეს ეს. ამიტომ ჩემი პოზიცია იყო და რჩება, ხელისუფლებამ შეასრულეთ თქვენი ფუნქცია, შექმნით კონკურენტული გარემო. აბსურდია გამონათქვამი, რომ ჩვენ შიდა კონკურენცია არ გვინდა. ქვეყნისთვის მთავარია შიდა კონკურენცია. მე პირის პიკით ვამბობ, ბატონო ირაკლი. შიდა კონკურენცია კი არა, გარე კონკურენცია ვერ იქნება, თუ შიგნით არ აქვს კონკურენცია. ყველა უნივერსიტეტმა უნდა იცოდეს, რომ მიღებას რომ აკეთებს და მე კიდევ ერთხელ ვიმეორე, სწავლება უნივერსიტეტებში უფასო უნდა იყოს საერთოდ. ჩვენ ამას რო ვაკეთებდით, ვამბობდით ნახეთ როგორ რო დაამთავრა სტუდენტმა უნივერსიტეტი. მე უკვე როცა ეწყობოდა სამუშაოდ, იმ უნივერსიტეტს უთხარეთ, რომ 5 წლის მერე თქვენ შეგიმცირდებათ დაფინანსება და თქვენი კურსდამთავრებული მუშაობას რო დაიწყებს, კარგად რო მოამზადებთ, იქედან 10-15% დაგიბრუნოთ, რაც დაჯდა მისი სწავლება. ანუ ამ ფულით უნდა შექმნათ თქვენ ძალიან დიდი ბაზა. ესაა თანამედროვე უმაღლესი სასწავლებელი. ესაა ამერიკა. დღეს ხელისუფლებაში ყველა დონეზე ერთი კაცი საქმეს აკეთებს 10 კაცი. პირველ რიგში ვიცოდეთ როგორი საქართველო გვინდა. და ეს გავაკეთოთ ყველამ ერთად და მე როგორი საქართველო გვინდა, იქედან ვიფიქროთ განათლების სისტემის რეფორმაზე. ესე იგი, საშუალო სკოლა, რასაც ქვია დღეს საჯარო, ანუ საჯარო კიდე გადმოიღეს ამერიკიდან, ეს ღარიბთა სკოლები ქვია. ყველას თქვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს არცეც სახელმწიფო სკოლაში არ აყავთ ბავშვები, ყველას კერძო სკოლაში ყავთ. აი ეს არის თქვენი დამოკიდებულება, ეს არის დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ნებისმიერი, მე რო დღეს ხელისუფალი ვიყო, პირდაპირ ვიტყოდი 2-3 რამეს და ერთი პირველი ის არის, ვისაც გინდა თქვენ ყველას ბავშვი ხელისუფლებაში ვინცაც გინდათ იყოთ, თქვენი შვილები უნდა სწავლობდნენ სახელმწიფო სკოლებში. გინდათ სახელმწიფო სკოლა, გინდათ კარგი განათლება მიიღოთ, ვაქციოთ სახელმწიფო სკოლა კარგ განათლებად. ყველა ძალიან მაღალი კრიტერიუმები უნდა იყოს უნივერსიტეტში მუშაობის და ეს კრიტერიუმები პირველი შემფასებელი სტუდენტი უნდა იყოს. ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პიროვნება ამ მიმართულებით არის ბატონი კახა შენგელია, რომელმაც შექმნა კავკასიის უნივერსიტეტი და ეს იყო ერთადერთი პიროვნება ყოფილი საბჭოთა სივრციდან, რომელიც გახდა, დააკვირდით, მსოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს პრეზიდენტი და მსოფლიოში არის პირველი, რომელიც მეორე დაირჩიეს. ანუ აქ 1000-ობით უნივერსიტეტია გაერთიანებული. მე ვარ ბედნიერი, რომ კონსულტაციებს რო ვუსმენ ამ ადამიანებს, ეს შრომის ბაზარს რომ სახელმწიფო სწავლობდეს თვითონ, არ ვიცი ეს. ამას სწავლობენ დამოუკიდებელი ინსტიტუტები. მე არ ვიცი რომელიმე ქვეყანა, რომელიც განათლების რეფორმაზე იფიქრებს, თუ არ იცის ქვეყნის განვითარების კონცეფცია. მე არ ვიცი რომელიმე ქვეყანა, რომელიც ფიქრობს მასშტაბლებლების და თქვათ აი განათლების სერიოზულ რეფორმაზე, სადაც არ არსებობს კონკურენტული გარემო. კონკურენტული გარემოა მტერი კორუფციის, კონკურენტული გარემოა მტერი ნეპოტიზმის, კონკურენტული გარემოა ნიჭის ძალაუფლების შექმნის ყველაზე მთავარი პირობა. ჩვენ გვჭირდება ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა და არა ფულის უფლების ქვეყანა. აი ესაა დღეს, აი მით განსხვავდება მეცნიერთა კონგრესი, სხვა ძალიან ბევრი ვთქვათ სახელმწიფო რგოლისგან. წლების ფაქტურად საუკუნე რუსეთი ამზადებდა აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ,
ну ამას ბევრი ამხედრებდა ну ბევრი ადამიანი შეიწერა მათ შორის წერილებს წერდა დიდებული წმინდა ჩვენი პატრიარქი ამბროსი ხელაია ბევრი სხვა როგორ ამზადებდნენ რუსები აფხაზებს ჩვენ წინააღმდეგ აი ზუსტად როცა 79 წელს კოსიგინის ხელმოწერით ესე იგი დაარსდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეოთხე ამიერკავკასიაში და მეორე საქართველოში ზოგიერთ პროფესორს არ ახსოვს რომ საქართველოში 90 წლამდე იყო არაერთი უნივერსიტეტი და არამედ ორი იყო აი მაშინ მოხდა ის რომ თბილისმა როგორც ყოველთვის აფხაზეთის ქართველების ხარჯზე ესე იგი აფხაზების რა თქმა უნდა მოთხოვნით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კოსიგინის ხელმოწერით გადაარქვა და გახდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდგომში, როცა უკვე გარკვეული მიზეზების გამო ესე იგი გაძლიერდა აიდგილარას ახალგაზრდები გვივარდებოდნენ ჩვენ ლექციებზე ქართულ ენაზე რომ მიდიოდა. ლიხნის ხელმოწერაც ეს იყო 99 წლის 18 მარტს ესე იგი აფხაზეთის ყველა ნომენკლატურამ, რა თქმა უნდა, აფხაზი ეროვნებისა, ზოგიერთი ბორის სომეხიც იყო, ხელი მოაწერეს ლიხნის წერი ბორის ადლეიბა პირველ მდივანმა, სამწუხაროდ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჩემმა კოლეგამ ალეკო გვარამიამ და ბევრი სხვა რაღაცის გამო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჩვენ გამოვედით 4 აპრილს ამ უნივერსიტეტის იმიდან და წერეთლის ქუჩა ახლა სხვა ქვია რა თქმა უნდა წერეთლის ქუჩაზე იყო ადმინისტრაციული კორპუსი იქ დაიწყო ესე იგი ფაქტურად შიმშილობა შესაბამისად მანამდე აი ეს მოხდა ბატონ მერაბი ატარებდა ლესელიძეს ეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი აი იქ მოსწრეს ვიყავი მე და უკანა გზაზე დაესხნენ თავს ესე იგი სოტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ერთ-ერთი იყო ქართული კერა აფხაზეთში რომელიც შემდგომში სააკაშვილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ნელ-ნელად ფაქტურად გაანადგურეს ერთი ფაკულტეტის სახით შეიწოვეს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მგონი 80 სტუდენტი ყავს და ასე შემდეგ და ქართული კერა იყო აფხაზეთში ერთ-ერთი მთავარი მე რომ ვკითხო შესაბამისად მე მოხდა ის გარკვეულწილად მომენტები დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი რუსეთის უშიშროებამ სწორად განსაზღვრა ანუ თუ ჩვენ გვინდა აფხაზეთი მოვწყვიტოთ საქართველოს მანამდე უნდა თადარიგი დავიჭიროთ და სამეგრელო მოვწყვიტოთ აუცილებლად ამიტომ თავისი ემისრების რომელიც ყავდა უკვე ბატონი ნუ ახლა ჯაბა სიგვა შემსრულებლები ნალუბოიკოს რუსები ექსეკუცია გაუკეთეს სამეგრელოს სამწუხაროდ ხედრიონის მიერ და არა მარტო ხედრიონი მაგათ ნუ დავაბრალეთ მარტო გვარდიაც აკეთებდა ხო ნუ ყოველ შემთხვევაში ბრალდება დომინანტი ხედრიონი იყო და შესაბამისად შემდგომში მოხდა ის რომ მართლაც გათიშეს მოწყვიტეს რა ხერხემალში გადატეხეს მე რომ უფრო შედარებით იოლად რუსეთმა ესე იგი მოაწყო აფხაზეთში ქართველების გენოციდი და რუსეთ-საქართველოს ომში აფხაზეთში 13 თვე და 13 დღე ადგილობრივმა და ბევრმა პატრიოტმა ჩამოსულმა ვიბრძოლეთ, მაგრამ ნუ ახლა რუსეთის როცა ლებედი თავისი ბატალიონები და სხვა იყო, რას ვიზარდე. არა, თქვით, აფხაზეთელი კაცი ვარ და მე სუნთქავ საქართველოს დანახული აფხაზეთიდან. მე ჯერ აფხაზეთი სუნთქავ. ადრეს ცხადი ახლა მოსკოვი ყველაფერს ამას არეგულირებდა, მაგრამ ადრეს საქართველოს კომუნისტური პარტია აფხაზეთის თქვათ რეგიონში საკადრო პოლიტიკას არასწორად ატარებდა. განსაკუთრებით ადგილობრივი ქართველების ხარჯზე. ესე იგი, რაღაცა მოიფიქრეს, რომ არ იყოს დღეს რომ დაუბრუნდნენ, არ იყოს ბუნტი, არ იყოს ომი, იყოს შვიდობა, აფხაზებს დაუთმოთ. პირველი კაცი აფხაზი უნდა იყოს, საწყობის გამგე აფხაზი, რექტორი აფხაზი, დირექტორი აფხაზი. კი, მოადგილე პოლიტიკა იყო. მოადგილე ქართველი, რომელიც საქმეს აკეთებს. საბედნიეროდ გაგვიმართა
ჩვენ იმ მომენტში ვიყავით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი და დირექტორი ინიშნებოდა. და როი მეტრეველი, რომელიც იყო რექტორი, დირექტორად დაგვინიშნა აფხაზეთის მკვიდრი ისტორიის მეცნიერება და დოქტორი პროფესორი ოთარ ჯორდანია. კრისტალური კაცი. ახლოს ვეცნობდე. კრისტალური კაცი, ესეთი სულთა კაცი. უიშვიათესი ადამიანი. ჩვენ მაგას სიყვარულით აფხაზეთის ექიმე თაყაიშვილს უზარდით. ნადარიშვილი და ჯორდანია და უნივერსიტეტი და უმაღლეს საბჭო პოლიტიკურად ერთად მოკვეთებდით და იყო პერიოდი ნადარიშვილი ვიცე-პრემიერიც იყო. გარკვეულ საკითხზე შევარდნაძეს უპირისპირდებოდით და მეხუთე პუნქტი რაღაც შემდეგ და ანგარიშ ვიწევდა. მოხდა ის, რომ სამწუხაროდ ბატონი თამაზი გარდაიცვალა. მოვიდა სააკაშვილი, რომელმაც ძალით მოხსნა ოთარ ჯორდანია. გახსოვს რა. და დაგვინიშნეს დაწყებული იქიდან სულთა პარაშუტისტები. დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს როცა შლია კულტურულად მილივად რეჟიმში. აფხაზეთის რეფორმას უძახიან. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ახალგაზრდა თავმჯდომარე, რომლის მამა მოკლეს აფხაზებმა და რუსებმა, ხმას არ იღებს, იმ კომისიის წევრია. რომელი აი ეს რეფორმების. ხმას არ იღებს იტალიაში, კი ბატონო წავიდა გაისერნა პალერმოში იგი დაგეთ. ახლა ხო აქ არის ბატონო? ახლა ალბათ ჩამოვიდა, არ ვიცი, ჯერ 10 დღე. და ცნობილი ისტორიკოსი, რომელიც მართალია პარტიის ისტორიაში დაიცვა, მაგრამ თავი თulis რომ მაგარი ისტორიკოსი ვარ და ვერკვევი ყველაფერი ეროვნულ მოძრაობაში, ჯემალ გამაყარია. რამდენჯერმე ყავდა. სვან ბოლომდე და ხმას არ იღებს. უნივერსიტეტი იღუპება. ეს პრობლემა ბოდიშის მოხდა. ბოდიშ მოხდა არ არის. მადლია, ღვთიური მადლია, მაგრამ უნდა იცოდე ვის უხდი და რატომ უხდი ბოდიშს. ის ვინც თავზე ლაფსის ხამს, ნაცარს იყრის, გვახსოვს ხო თამარის დროიდან შამქორის ბრძოლა რა დაემართა ხო? ვინც თავზე ლაფსის ხამს და ქართველებმა გაანადგურეს ხო? აღარ გვჭირდება ეს, აღარ გვჭირდება შევხედოთ რეალობა, ჩვენ ვიცით აფხაზების ფასი, ნამდვილი აფხაზების ფასი. ვიცით, ვაფასებთ ამას და ჩვენი სისხლი და ხორცია, ჩვენი ქვეყნის ორგანული ნაწილია ის, მაგრამ გენეტიკურად. ხო, გენეტიკურად, მაგრამ ვინც გემტერება, ვინც შენ მტრად მოგიაზრებს შენს განადგურებას ლამობს, იმას როგორ უნდა მოუხადო ბოდიში. აფხაზეთის გარეშე, ასევე სამაჩაბლოს გარეშე, სახელმწიფო ვერ შედგება. ამიტომ ერთადერთი რეალური ბმა მოხდეს აფხაზეთში მშვიდობიანი დაბრუნება, ეს არის შენარჩუნება, გაძლიერება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის. იმ პირობებში, რა პირობებში მოსკოვის უნივერსიტეტი, კრასნოდარის უნივერსიტეტი აძლიერებენ აფხაზურ ნაწილს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს თბილისში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურება და მოლოდინი ხალატის სტოლფასი. ეს არის ხალატის სტოლფასი. ამიტომ მე მოუწოდებ ყველა უნივერსიტეტს, ვინც ამ ეტაპზე გადარჩა და ჩვენ ვიხარიათ და შემდეგ იფიქროს საქართველოზე. საქართველოს თეოდრაულ ქლიანობის აღდგენაზე, რომელიც აფხაზეთის გარეშე ვერასოდეს ვერ ისა და ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველები ამას გულთან ახლოს მიიტანენ, რომ აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი რეალური ბმა გადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაძლიერებაზე და არა განადგურებაზე. ჩვენ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის და ყველა უნივერსიტეტს სოლიდარობას უცხადებთ. ყველა უნივერსიტეტი ღირსეული უმაღლეს სასწავლო დაწესებულება, მაგრამ აფხაზეთის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია, პირველი დევნილი უნივერსიტეტია და რომელმაც პირველმა გადაიტანა მსოფლიო ისტორიაში, არა მარტო საქართველოს ისტორიაში, რაც ნიშნავს დევნა სიმართლისათვის. და აფხაზეთი სწორედ ის როგორც ვეპყრობით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლუპით აკოლდებიან ოკუპირებული ტერიტორიიდან და შესაბამისად ის განზოგადდება სხვა საკითხებზე. იმედი მინდა გამოთქვა, რომ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს გამოვნახავთ, ვიპოვეთ ამინას ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ყველა მთავრობა წარმავალია, მარადიულია ეს ქვეყანა, ეს სამყარო, იდეა ქართული ცივილიზაცია და ყველაფერი გავაკეთოთ მის ფეხზე დასაყენებლად.
ამ გადაცემის აზრი ის არის, რომ ჩვენ მოგაწოდოთ ინფორმაცია, გაანალიზოთ უფრო რომ როგორ არიან კანონთან და როგორი პასუხისმგებლობებით არიან. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, რატოა ჩვენთვის საინტერესო დასავლეთი მოწინავე განვითარებული ქვეყნები, რატო არიან ესენი განვითარებულები და რატო ქვია დანარჩენს აზიურ ქვეყნებს და ბევრ აფრიკულ ქვეყნებს განვითარებადი ქვეყნები და რა პრობლემებია? თვითონ ამ განვითარებულ ქვეყანაში შეიძლება ვიძახით სიტყვის თავისუფლების, ადამიანის თავისუფლების, კერძო საკუთრების და ამავდროულად მაგალითად ბუკინგემის სასახლის წინ არის ზუსტად ის ჰაიდ პარკი. ხო, ესე იგი შეუძლია ნებისმიერ პირს გამოვიდეს, დადგეს კამზე, სიტყვა პირობითად ვიძახი და თქვას ის რაც გულში აქვს. და უნდა რომ ასე ამბობს, აგერ ესე იგი სადღაც 1.50 თუ რაღაც მეტრს იქით არის მეფის სასახლე. ესე იგი ჩვენთან ტროტუარზე იჭერენ ხალხს და თუ იტყვი რაღაცა შენ მოსაზრებას და უშოთ არა ლეგიტიმური თუ რაღაცა ამის გამო შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს. ის როცა 28 ოქტომბრის არჩევნები დამთავრდა ბატონი ზვიადმა მიმართა მერე საზოგადოებას მერები ოცნებობდაო რომ საქართველოში ყოფილიყო ჩვენი წილი ჰაიდ პარკიო. თავისუფალი აზრის გამოთქმა, თავისუფალი აზრი იმის პატივისცემა და იმისი მექანიზმების უზრუნველყოფა, სამართლებრივი მექანიზმების ეს არის ძალიან აუცილებელი. თითქოს ეს სამართალი მოდის სიმართლიდან, ყოველას თავის სიმართლე აქვს, მაგრამ არის ერთი ღვთიური სიმართლე, მერე ეს ითარგმნება როგორც პოზიტიური სამართალი სახელმწიფო სამართლის თვალსაზრისით ედება და მერე ამ სამართლის ერთგულება, ამიტომ არის დასავლეთი ბერძნულ რომაულ კულტურაზე დაშენებული, რომ ძირითადი მომენტები აღებულია იქიდან, იმ პირველადი დემოკრატიიდან, პირველადი სიტყვის თავისუფლებიდან, ამას ყველაფერს უნდა დაცვა. ისრაელში რო ჩვენ ჩახვიდე და მიწა გაყიდო. ისრაელში. უბრალოდ ერთი კვადრატული მიწა რო გაყიდო რა. ყიდო სხვას. სხვა ქვეყნის მოქალაქეს და ასე შემდეგ. ესე იგი, ამას არ ვიცი რას. საქართველოს რომ მიყვარს თითქმის იგივე რანგში ამყავს ამერიკა, იმიტომ რომ ნახევარი ცხოვრება იგავადარა და მე არ შეიძლება რომ ვიყო ანტი-ამერიკელი. ყველაფრით მე ვარ რესპუბლიკელების მომხრე. მე არ მომწონს განა იმიტომ რომ მე დემოკრატია არა მე ვარ რესპუბლიკელების მომხრე, ოღონდ მე ვამბობ რომ ტრამპი ვერ დაიკვეხნის რომ რესპუბლიკური პარტიის იდეებით და მრწამსით არის. თავისუფლება მოიპოვა წეღანე ბატონის ზვიადი ვახსენე რომ ჰაიდ პარკი ქონდასო და მერაბი ოცნებობდაო. იმათ ძალიან დიდი ინფორმაციები ქონდათ, ბევრი ქონდათ ნაფიქრი თუ როგორი ქვეყანა გვინდოდა ჩვენ და როგორ უნდა გვეშენებინა ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ არ გვაცალეს ეს ამ გარიზალებისგან ძირითადად ახლა ბატონი შაშიაშვილის სტატია წავიკითხე დღეს თუ როგორ გაიყუნება საქართველოს, როგორ ხალხი მოვიდა შევარდნაძის ხელისუფლებაში პარლამენტში და რა უქნეს ქვეყანას და ეს კანონიერი ხელისუფლება ბატონ გამსახურდიას, სვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით აცხადებდა გარდამავალ პერიოდს და ზუსტად მოდელები, არავისი პირდაპირ კოპირება რომელიმე ქვეყნის უნდა ყოფილიყო თანდათანობით ევოლუციური განვითარება, საერთო სახალხო სიმდიდრის შენარჩუნება, მემართულება, მემარჯვენა კი ბატონო ამაზე იქნებოდა ჯაბაასი განხილვა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა განვითარდებოდა ნელა-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, არაფერი გაიფანტებოდა, არაფერი გადაიყრებოდა, არაფერი შეიჭმებოდა და პრივილეგია არავის არ ექნებოდა. და რატომ არის განათლებული ადამიანი ხელისუფლებაში იყოს აუცილებელი დაინფორმირებული ადამიანი და გულიანი და ზნეობრივი ადამიანი. რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილი, იმიტომ კი არა, ზედმეტი ეგო და ამბიცია ამოძრავებს. უნდა რომ ქვეყანას ემსახუროს. ეხლა გინდა ჯეფერსონი აიყეთ, გინდა ნებისმიერი დამფუძნებული მამები. რა შემოსავლები ჰქონდათ, როგორ ცხოვრობდნენ. ეგანე დედოფალი ვახსენე რომ უმელი არ დაანთო ზამთარში იყინებოდა ბუკინგემის სასახლე. ხო და ეხლა ეს საზოგადოება, რომელიც საზოგადოებასაც ვერ დაარქმევ, ეს კრიმინალური ბანდა, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, კანონიერი ხელისუფლების დამხობის მერე როგორ მოექცა და ერთ-ერთი თვითონ ბატონი თემური გახდათ ამ ხელისუფლების მონაწილე. მართალია შეიძლება ერთი თეთრი წერტილი, რაღაც ნათელი წერტილი თუ შედარებით ის, მაგრამ აი მივიდოდა ყველა იღებდა სესხს. სესხი თქვენთან აიღებდი სესხს დაუშვათ $100,000. გავიდოდა 1-2 თვე $100,000
$100,000 ეკვივალენტი კუპონები რაც აიღეთ და აბრუნებდით $100 და $99,000 თქვენ გჭირდება. აი ჩვენ ყავს პარტიული სერვისი ვიღაც სახეებისგან და ლაპარაკობენ აბსოლუტურად გაგებაში არიან პირდაპირ ვიტყვი არ მერიდება გაგებაში არ არიან რა ხდება მსოფლიოში გაგება მეცეთ აი ფასებს ესე იგი მუშაობს პრემიერ-მინისტრის კაბინეტი და ბიზნესმენები ერთად ფასებზე მუშაობა როგორ ფასებს არეგულირ ფასებს განაგებს ბაზარი ბირჟა დისტრიბიუ შენ რო ხარ მეწარმე ამერიკის პოლიტიკა ხო შენ რო ხარ მეწარმე დალაგებულ ქვეყანაში შენ რო ხარ მეწარმე შენ ცალკე დაწესებულება დისტრიბიუტორი ტრანსპორტირებად მანქანა გონიათ მე თქვი რომ ტოქსიკურია სესხი აბარა ადამიანი უმუშევარი მოვიდა და გეუბნება იცით რა მე ფული მინდა მომცეთ და კოლატერალი არის ჩემი სახლი და ამან რა სახლი გაიგო დედა რა კაია ის სახლი ალბათ 2 წელიწად ჩემი იქნება და მოგცა ვალი ეს არის უკვე ტოქსიკური სესხი ყველი მეწარმეობა საწარმოო საქართველოში ეგეც ითრგუნება ფაქტიურად ჩვენ რას დავემიგზავსეთ რომ არაფერს არ ვაწარმოებ ფაქტიურად ჩვენ ზედეთი ვინო და არც გვაქვს წიაღისეულია ჩვენ აღარ გვეკუთვნის ენერგოობიექტები რეგენერაცია უწესობით დავიწყეთ და უწესობით გვინდა გავაგრძელოთ ხო ჩვენ არ გვეკუთვნის და ანუ კერძო საკუთრება ვინ რას ფლობს ერთადერთი ძირითადი 95% მოსახლეობისა ფლობს საკუთარ ბინებს სადაც ცხოვრობს ხო იმის საკუთრება ამითი ამოიწურება და ის დიდი საერთო სახალხო სიმდიდრე რომელიც ქვეყანაში რომელიც უნდა იყოს ადამიანის თავისუფლების გარანტი საშუალო ფენა ვერ შეიქმნება საშუალო ფენა მესაკუთრული ფენაც უნდა იყოს მიწის მესაკუთრე კი ქვია მაგრამ მიწაზე ვერაფერს ვერ აწარმოებს და ჯორჯ ვაშინგტონი რომ მოვიდა და კაცი წავიდა ხო შრომ მოხვედი წასვლის დრო აღარა გაქვთ კაცო აი თქვენ მე ვიცი რომ თქვენ ერთ-ერთი ძლიერი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდები და აი თქვენ დავუშვათ თქვენი სტაილი რაღაცა კოალიციური ხელისუფლება თუ მოვიდა რა პირობებს შევხვდით მოკლედ რომ ძალიან მოკლედ მათ შორის მეცნიერებს ხო ჩვენ საერთაშორისო მოედანი ჩვენი ჩვენ პროგრამის ნაწილი არის მაგალითად ის რომ მეცნიერების დაფინანსება გაიზარდოს და ახლოვე 4 ჯერ განათლების დაფინანსება უნდა გაორმაგდეს და სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია ხო ეხლა ლაპარაკი არის რეფორმაზე ისე რომ ფული არ უნდა ჩაიდოს ამაში ხო და ეხლა ეს დაფინანსება არის ერთ-ერთი აუცილებელი მაგრამ რა თქმა უნდა არასაკმარისი პირობა მეორე რაც აუცილებელი არის ეს თანამშრომლობის შესაძლებლობის გაძლიერება სწავლობდი აი მაგალითად უნივერსიტეტებს შორის არ მხოლოდ საქართველოს შიგნით არამედ საქართველოს და საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა რო გაიზარდოს ცხადია სკოლა არის გადამწყვეტი რომ მოზადებული მოვიდეს რომ არ იწყებდე უნივერსიტეტს იმითი რომ ასწავლიდე თავიდან წერას კითხვას და ანგარიშს და უცხო ენას და იმისთვის რომ სკოლაში შესაძლებელი იყოს სწავლა იქ მნიშვნელოვანი არის რომ არა მხოლოდ საგნების სწავლა გაძლიერდეს არამედ მაგალითად სოციალური დაცვა გაძლიერდეს რომ ბავშვი მშიერი არ იჯდეს გაკვეთილზე და სწავლაზე ფიქრობდეს და არა იმაზე როგორ დარჩეს სახლში როგორ დაეხმაროს თავის ოჯახს და ასე შემდეგ. ესე რომ ეს ძალიან ბევრი კომპლექსური რაღაც ნაბიჯისგან შედგება, რაც რა ვიცი, ჩვენ ვერ ხედავთ, რომ ეხანდელ ხელისუფლებას უნდადეს ამის გადაჭრა. მოდელი მაქვს მათემატიკური, სადაც ყველაზე უკეთეს ვარიანტი, უკეთესი ახლა ამერიკა და ინგლისში, იქ ძირითადად ორი პარტია, მაგრამ სრული მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი დემოკრატიისთვის 3-4 პარტია უნდა იყოს კოალიციური ხელისუფლებას უფრო გრადია ეს სისტემა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ანუ აფხაზეთში ქართველების მშვიდობიანი დაბრუნების ერთადერთი გზა გადის მრავალპროფილიანი საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაძლიერებაზე და მე კიდევ ერთხელ მოუწოდეთ მათ შორის ჩემს მეგობრებს აფხაზეთის უბარგის საბჭოში არის აფხაზი ქალბატონი დიდებული ადა ბარშალია სხვებს რომ ხმა ამოიღონ რომ ჩვენ როცა დაბრუნდებით მშვიდობიანად უნდა იყოთ კონკურენტუნარიანი რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს სექტემბერ-ოქტომბერში ჩამოდიან ერთი თვით კითხულობენ ლექციებს MGU-დან ის მაგ დამთავრებული კარგად ვიცი კრასნოდარიდან და აძლიერების შენების დაგვარად რაც შეუძლია და
ჩვენ გვინდა დავჭეხოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თვითონ პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩემის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე გულში მადგივრობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რადგან უმაღლესი დონის ახლა მეცნიერები მუშაობენ და დიდი მნიშვნელობისაა მისი შენარჩუნება, გულში მადგივრობ. მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყველაზე დიდი აქვს საქართველოში. თუ ჩვენ დავბრუნდებით მართლა 105 წლით უკან, მივალთ გალიპოლის ბრძოლამდე თურქეთში, ალბათ კარგად გახსოვთ. და ძირითადი მოთამაშეები იყვნენ სწორედ ბრიტანეთი, საფრანგეთი, რომელიც ერთად იყვნენ მაშინ მოგესალმება და აქეთ გერმანია და საბჭოთა კავშირი, რუსეთი აქტიურად, რომელიც ასევე ერთად იყვნენ. თურქეთის მხარეს მაშინ და გაჩაღდა ეს საშინელი ბრძოლა. და რა არის აქ საინტერესო, რაც ისტორიამ დაგვიტოვა და რაც ახლა რო გადმოვავთ აქეთ, რა არის, როგორ ემთხოვა ეს ყველაფერი ერთმანეთს. რომ თუ გაიმარჯვებდა მაშინ ბრიტანეთი და საფრანგეთი, ისინი შეთანხმებული იყვნენ მოსკოვთან, რომ მოსკოვს აძლევდნენ კონტროლის საშუალებას ამ სრუტი. დავდანელი ბოსფორი და დარდანელი. რუსეთი თამაშობდა ისე ვორმაქს, სერგო ორჯონიკიძე იყო ძალიან იჭირი კაცი. გათახსირებულია ის საქართველოსთან მიმართებაში და დღეს დაგმობილია კიდევაც აბსოლუტურად. ის იყო უნიჭერესი კაცი, რომელსაც კომისარი, რომელსაც თელი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა უმაღლეს დონეზე აიყვანა. მაგრამ ნახეთ როგორ იყო მისი სოფხედელობა. ანუ მათ ჯეროდათ ამ კომინტერნის, ამ კომუნისტური ინტერნაციონალის ყველა მოწამლული იყო ამით. რა განსხვავება დღევანდელ პაპუაშვილსა და სიტყვაზე კობახიძეს შორის, ჩვენი საქართველოს დღევანდელ ლიდერებს შორის, ოცნების მიერ დანიშნულის და სერგო ორჯონიკიძეს შორის. განსხვავება არის, ბატონო კოტო, იმ მხრივ რომ ესენი პატიოსნები და იდეური გიჟები იყვნენ და ესენი მეხტამეები და წყალწაღებული ხალხი. ესენი გვაწმუნებენ, რომ რუსები არ უნდა გავაბრაზოს. კი, მაგაში. ერთ იგივე სერგო ორჯონიკიძეს ამის თქმა მინდა რომ ჩვენ არ უნდა გავაბრაზოთ რუსებს. რა განსხვავება იყო ნოე ჟორდანიასა და ამათ შორის. იქ იყო მთავრობა, რომელსაც დასავლეთში ჰქონდა განათლება ყოველს მიიღო. там სერიოზული. და პრაქტიკულად მათი მსოფლმხედველობა სამთვიანი კურსები კი არ ქონდა. მათი მსოფლმხედველობა იყო უფრო ფართე. ისინი რეალურად ხედავდნენ, რომ შესაძლებელი იყო საქართველოს გაერთიანება ევროპულ ოჯახში. მაგრამ აი ამ შეზღუდულ ადამიანებს, როგორიც იყვნენ ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, აი ესეთი ამათ არ ჯეროდათ ამისი, მათი მენტალობა და იქ მიდივარ, მე ხომ ამას შეად ვახსენებ ჩვენ გადაცემაშიც, რომ ივანიშვილის მენტალობა არის რუსული. ის რუსულ წარმატებაზე ჩამოყალიბდა, იქ გააკეთა მან წარმატება, იქ მოიპოვა ძალიან დიდი ფული, გავლენები და ასე შემდეგ. და მას ვერც წარმოუდგენია და არ უნდა წარმოუდგენიოს, რომ საქართველოს დისკომფორტია მისი მეტალობისთვის, რომ საქართველოს რაღაც გერმანიასთან ან ბრიტანეთთან ამ ორ შორის რაღაც შუაშია. ანუ დისკომფორტია ეს ასე გასვავს ამ მეტალურ ჩაჭოში, ხო? რა განსხვავება იგივე იყო მამია ორახელაშვილი, ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე. მათი მეტალობა იყო რუსული. ანუ მათი წარმატება, მათი ყველაფერი უკავშირდებოდა ამ ჩაჭოს. რომ აქ უნდა მოეპოვებინათ მათ გამარჯვებები, მათ გაარქვეს სხვათა შორის ველიკი რუსკი ნაროდ არის ორჯონიკიძის, სტალინის და ამათი. ისევ შავი ზღვა ხდება ცენტრი. და ისევ საფრანგეთი, ისევ ბრიტანეთი, ისევ გერმანია, ისევ რუსეთი ჩვენ თურქეთი. მოთამაშეების იგივე არის. დღეს პრაქტიკულად ის იმედი რომ რუსეთს ჰქონდა რომ ამერიკა მე აქ გამამარჯვებინებს რომ ამერიკასთან იქ 12 ტრილიონი ახლა რაღაც საქმიანი გარიგება შესთავაზა იმ დიმიტრიევმა მაგრამ რამდენი 12 ტრილიონი დოლარი წაუყრა ტრამპმა იმიტომ რომ მისთვისაც ახლა რაც ხდება ევროპაში და ევროპა არასოდეს არ დათანხმდება არასოდეს ტრამპს არ დაუთმობს რომ რუსეთს გაურიგდეს პრაქტიკულად დღეს ჩვენ ღებულობთ და მიდივართ იქ რომ დღეს გვაქვს შანსი ვიყოთ ევროპის ნაწილი. დღეს გვაქვს შანსი აფხაზეთი დავებრუნოთ ჩემო საყვარელი. იმიტომ რომ შავი ზღვა რუსეთის კონტროლის ქვეშ ამის გაგონებას არ უნდა ბრიტანეთი. იმიტომ რომ რუსეთი ბრიტანეთისთვის არის წერი ნომერი 1,
ეს გაშმაგდება ეს ბრძოლა, ძალიან ბევრ ბრიტანულ სანქციას ვეხილავთ რუსეთზე და სამწუხაროდ აქ ჩვენც მოვყვებით როგორც სამწუხაროდ, ხო? მათ შორის პიროვნული სანქციების წამოვა და მათ შორის ივანიშვილი. აუცილებლად. ძალიან საინტერესო განცხადება იყო ევროპარლამენტში ფრანგი დეპუტატის, ახლა დავეხმაროთ უკრაინას. პირველ რიგში რომ დამარცხდეს რუსეთი, რომ სანამ რუსეთი არ დამარცხდება უკრაინაში, აი ესე ვერ გადადგამს საქართველოს ვერც დემოკრატიისკენ დაბიჯდა ვერც ევროკავშირისკენ. ის კაცი 100%-იანია. მან ფაქტიურად მოხაზა ფორმა და შინაარსი აი მოვლენებისა, რადგან ჩვენ ახლა ვჯეროთ. 105 წლის წინ იყო ზუსტად იგივე წინამძღვრები, მაგრამ მაშინ ევროპაში მომხდარმა მოვლენებმა გადავიხაზა აქაურმა ინტერნეტად არა, იმიტომ რომ ნახეთ 50 წლის მერე რომ გაიხსნა არქივები, ნახეთ რა შეითვალა მაშინდელ ევროპაში. თეთრგვარდიელები როგორ დამარცხდნენ. თავად ევროპა მოღალატა მაშინ. და რატო? ესე იგი პრაქტიკულად ჩაითვალა მაშინ და ეს არქივებში არის, ნახე, რომ თუ ახლა რუსული ნაციონალური და თეთრგვარდიელი სწორედ ეს იყო თეთრგვარდიელები. თუ ახლა არისტოკრატული ნაციონალური სულით გაჟღენთილ იმას მოვიყვანთ ხელისუფლებაში, ეს იმხელა სახელმწიფო გახდება, რომ ამას ვერასოდეს ვერაფერს ვერ უზამთ. მაგრამ ახლა თუ ამ ნაღარ ბოლშევიკებს შევქმნით, ამას რა წელიწადში ვუღეთ ბოლო. ნახე. მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ერთადერთია აი ისეთი მომენტი ახლა, როცა ინტერესები არის აბსოლუტურად გახსნილი სრულად. ეს არის ჩვენთვის ბედნიერება, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მინდა ისტორიული შანსი. როდესაც 2012 წელს სააკაშვილის რეჟიმი ჩაანაცვლა ივანიშვილის ხელისუფლებამ, რომელიც შემდგომ იქცა რეჟიმად, ძირითადი რისთვისაც ხალხი მიდიოდა და ივანიშვილს აძლევდა ხმას, ეს იყო რომ ივანიშვილი პირდებოდა ადამიანებს, რომ ქვეყანაში იქნებოდა სამართლიანი სასამართლო. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ჩემი აზრით იგივე სასამართლო, ზოგ შემთხვევაში უფრო უარესი, ვიდრე იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს. საქართველოს ვერ შედგა როგორც სამართლებრივი სახელმწიფო. რა არის ჩვენი პრობლემა და რატომ არის ვერ ეღირსა ქართული საზოგადოება სამართლიან მართლმსაჯულებას და სამართლიან სასამართლოს, ხო? მას შემდეგ რაც საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა და დაიწყო და შეიქმნა პირველი ეროვნული ხელისუფლება, იქედან მოყოლებული ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეეგუა და ვერც ერთი ხელისუფლებაში მყოფი ვიწრო ჯგუფის აზროვნება ვერ გაცდა იმას, რომ ქვეყანა არ შეიძლება სამართლის გარეშე აშენდეს. შეხება ბატონ ზვიად და იმ პირველად ეროვნულს არც დაცალდა, მოდი მე არ ამბობ და საზოგადოება ცდილობდა ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია სამართლის სასამართლო შეექმნა. აქედან გამომდინარე, ამის შემდეგ იწყება როგორც შევარდაძე სააკაშვილი და დღეს ივანიშვილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ვიწრო ჯგუფი, რომელიც მართლობაში მოდის. ყველა აკეთებს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს მის ხელქვეით, მან მართოს მის დირექტივები და ყველა მოსამართლე იყოს მართული, ხო? და იყო მექანიზმები, გააქრეს საკანონში არსებული მექანიზმები, რითაც შესაძლებელი იყო და ქონდა შიში, როგორც გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს, რომ შესაძლებელი იყო მათ უკანონობაზე პასუხისმგებლობა დამდგარიყო, ადგა და რა გააკეთა ხელისუფლებამ ეს ყველა დამცავი მექანიზმი, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ შემთხვევაში მოქალაქე საზოგადოების, რომ მიმართვის და ყველა გააქრო აი ამ კანონმდებლობიდან, საკანონმდებლო სივრციდან და ყველანაირი უფლება მისცა და გაუხსნა ხელფეხი, რომ მათი ყველა ხელისუფლებაში ყოფი პირების ნებისმიერი ბრძანება ადვილი შესაძლებელი ყოფილიყო. ჩვენი მოკალაქეები არჩევნების დროს მიდიან და ხმას ყიდიან. საზოგადოება ვერ მომწიფდა რომ ხმა არ გაკითხოს. ეს არის უდიდესი მაგას ვამბობ ზუსტად ამით სარგებლობს ყველა ის ვიწრო ჯგუფი ხელისუფლებაში მყოფი, ვისაც უადვილდება ყველაფრის მაგრამ თუ ღირსი ადამიანი არ იყო როგორ ისარგებლებს ის? ივანიშვილი მოვიდა სქესობრივი ძალადობის და გაუპატროების კადრებით, ხო ეგრე იყო? ეგ რო არ ყოფილიყო ეს ვერ მოვიდოდა ხო ხელისუფლებაში?
პროკურატურის გარეშე შეიძლება მომხდარიყო აი იმ ციხეების ზედამხედველი პროკურორი დააწინაურეს სააკაშვილის რეჟიმის უბედურებებსაც ივანიშვილი აფინანსებდა ამიტომ ის უბედურებები რაც იყო იმ რეჟიმის დროს ამ კაცმა შეინარჩუნა ხო სანამ სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში არ ჩამოყალიბდება სანამ ტელევიზია არ იქნება საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხის სამსახურში სანამ ტელევიზიები იქნება დაყოფილი ბიძინავიზიებად, მიშავიზიებად და ასე შემდეგ. სანამ კონკრეტული ტელევიზია აეწყობა პოლიტიკურ პლატფორმაზე, გამოდიან ზოგი ტელევიზია ამბობს, კაცო, ოპოზიციური ტელევიზია ვართ, ოპოზიციური ტელევიზია არ უნდა იყოს, შეუნა იყოს სამართლიანი ტელევიზია. ტელეკომპანია მაგალითად იმედი და პოსტივი რამოდენიმე დღის წინ ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციებში შეიყვანა და სანქციები დაუწესა, ხო? ბრიტანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი, ინგლისი. აქედან გამომდინარე, როდესაც შენ სანქციებს გაკისრებენ, როცა ხარ არასამართლიანი მაუწყებელი, ეს ქვეყანაში უნდა ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებამ აღვიქვათ, როგორც განგაშის არის. 4 ოქტომბერს თბილისში ჩვენ ვიცოდით, რომ 100%-ით ხელისუფლებას უნდა თბილისის მერის არჩევნები წაეგო. ელემენტარულად ერთ კანდიდატზე რომ შეჯამებულიყო ოპოზიცია, აი მაგალითად თქვენ დაეყინებინეთ. თქვენ რომელიც პოლიტიკოსი არ ხარ. ხალხი წავიდოდა და ხმას მოგცემდა, იმიტომ რომ ეს იქნებოდა შეჯერებული ვარიანტი. იმიტომ რომ თბილისის მერიაში რაღაცა ხო უნდა შეცვლილიყო. რა ქნა ოპოზიციამ? ხალხს მოუწოდა არჩევნებზე არ მიხვიდეთ, იმ ხალხს, რომელმაც ერთი წლით ადრე ხმა მისცა რა ქვია ოპოზიცია თბილისში ივანიშვილის რეჟიმმა წააგო. ეხლა რა ხდება ეს ოპოზიცია რომელიც ჩემი შეფასება ესეთი რომ აი ამ ნაბიჯებით რასაც ისინი აკეთებენ პარლამენტში არ შესვლით არ მუშაობით ხელს უწყობენ რა კანონიც უნდათ ის კანონს წერენ და ამტკიცებენ მე მინდა საზოგადოებას გავახსენო და კარგად გაიხსენო საზოგადოება. ყველა ხელისუფლების ცვლა იყოს ზუსტად არასამართლიანი სასამართლოს, უსამართლო სასამართლოს და ის ხოცვა დახოცილი ბიჭების საქმეების გამოტანა საჯაროდ და იმ ციხეებიდანაც დაწყებული წამება არანდამიანი მოპყრობა ეს ჩვენ ადვოკატებმა გავაკეთეთ. ჩვენ გამოვიტანეთ ეს საქმეები, ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას თუ როგორი ფაშისტური ხელისუფლება იყო და ყველა რიგზე ანალოგიური მოხდება ეხლაც. როდესაც მოდის ოპოზიციური პარტია და არ უწერია თავის პროგრამაში სამართლიანი სასამართლო როგორი იქნება. ხედვა არ აქვს. აი იმას ხალხმა რანაირად უნდა მიცეს ხმა. მოსამართლეს აქვს შიში, ჩემი აზრით, პროკურატურის რომ პროკურორს შეუძლია დევნა დაიწყოს მოსამართლის მიმართ. და შევარდნაძე დათანხმდა იმას, რომ პროკურატურა გამხდარიყო სასამართლოს შემადგენლობის ნაწილი და მინდა ვთქვა, რომ აი მაშინდელი სააპელაციო სასამართლო დავით სულაქველიძე რო იყო თავმჯდომარე, იყო ყველაზე უფრო დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, რომელიც მე მინახავს საქართველოში. სააკაშვილის რეჟიმი რომ მოვიდა პირველად გააკეთა კონსტიტუციიდან გააკრო ის ნორმა, რომ სასამართლოს შემადგენლობაში იყო პროკურატურა. რომელიმე ხელისუფლება რომ მოვიდეს ჩაწეროს რომ დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე. ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. თუ დადგება სასამართლო ქართულ სასამართლოზე ევროსასამართლოში კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა და ჩაიწერება პატივცემულო რომ ეს უნდა იყოს მოსამართლის უფირობო განთავისუფლების საფუძველი. გინდა სააკაშვილი იყოს, გინდა ივანიშვილი, სასამართლო არასამართლიანი აღარ იქნება. ნურავის ნუგონია რომ მუდმივად იქნებიან. ვერავინ მუდმივად ვერ იქნება. აი არასამართლიანი სასამართლოს და უსამართლოს სასამართლოს და მოსამართლის და მართლმსაჯულებას ყველა თავის ყველას გადაიტანებს გარზე. ყველგან მივა. დღეს იქნება თუ ხვალ იქნება.